მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ნიკა კაბულაშვილი და დღეს გასწავლით თუ როგორ გავაკეთოთ ელექსილები. ანუ ელექსილები უმეტესად არის 1 და 8-ში, მე მგონი ჩემი აზრით სულ ყოფილი, იმიტომ რომ ყველაფერი ჩამოყალიბებული ნორმალურია და მოკლედ 1 მინუსი აქვს ეგ ვერსიებს. ეხლა მე 1.8 ვერსიაში ვარ და აქ გასწავლით ელექსილების გაკეთებას, იმიტომ რომ მაგალითად 1-ში უფრო ზოგან სხვა, მაგალითად 1-ში არ არის კურდღელი, შესაძლოა არც კურდღლის ფეხია და ავტომატს არ გამოგვივა. ამიტომ ახლა მე გასწავლით 1 და 8-ში, 1 და 8 ვერსიაში ელექსილების გაკეთებას, მაგრამ ძალიან ცოტა ელექსილია სულ შეცვლილი, ამიტომ ძალიან გამოგადგებათ, ასე ვთქვათ, ჩემი ვიდეო მე მგონი. ვინც არიცით, ისწავლით ელექსილების გაკეთებას. პირველ რიგში რაც გჭირდება, ეს არის წყლის ბოთლი, მე მგონი ბოთლა ყველა მიცის როგორ კეთდება, 3 შუშა გინდათ და დაალაგებთ 1 აქ და გაკეთდება შუშა, ავსობთ და ეგ არის. შემდეგ კი გჭირდება აუცილებლად გჭირდებათ მეჭეჭა, რომ ელექსილი დაიწყოთ. ეს წავიღოთ და მოვიწყოთ პირველი სიჩქარის ელექსილის გააკეთებთ. მეჭეჭა მოიპოვება ნეზერის სამყაროში, იქ სასახლეები თუ რავი არ ვიცი რა ქვია მაგ შენობას, მოკლედ სასახლეებს უწოდებ. ახლა სასახლეებში, უბრალოდ სასახლეებში კიბეებია იქ და კიბეების ქვეშ არის ხოლმე უმეტესად. და მეჭეჭის გარეშე მოკლედ არასოდეს არ დაიწყოთ ელექსილების გაკეთება, იმიტომ რომ ეს ასე ვთქვათ გამხსნელია და როდესაც გახსნით, ჩაადებთ შემდეგ ნებისმიერ ინგრედიენტს, რის გაკეთებაც გინდა და გამოგივათ ელექსილი, ხონაერეს შემთხვევაში არა. დავუვით ამასაც, მოკლედ დავასტობებ ხოლმე, რომ უცებ ჩაიტვირთოს და ძალიან დიდი დრო არ წაიღოს. ესე ჩაიტვირთა და გახდა სიჩქარე 3 წუთი და 20%-ით გვაჩქარებს. ანუ თუ გინდათ რომ სიჩქარე გახდეს სიჩქარე 2 და შესაბამისად, ანუ უფრო ძლიერ 40%-ით აგვაჩქაროს, უნდა ჩავტვირთოთ ნათოფქვის მტვერი. მაგრამ ერთი მინუსი აქვს, როდესაც სიჩქარე 2 გახდება, შესაძლოა დრო შემცირდება და წუთი და 50 წამი გახდება. აი აქ მინუსი დრო მცირდება, როდესაც რაიმეს 2-ს აკეთებთ, ძალა 2-ს, ან მნიშვნელობა აქვს რაიმეს. სიჩქარე 2 გახდა და 40%-ით აგვაჩქარებს. თუ გინდათ რომ დრო გახანგრძლივდეს და გახდეს სიჩქარე, ასე ვთქვათ, 1 გახდება მართალია, მაგრამ სიჩქარე 8 წუთის განმავლობაში გვექნება, უნდა ჩავტვირთოთ წითელი ქვა, რომელიც მოიპოვება როგორც ყველა მეცით უკვე მიწის ქვეშ, ასე ვთქვათ. ჩაიტვირთოს ეს საღარ დავუსწობებ და ბოლო არის დენთი, რომელიც გვეხმარება რომ გახდეს, ასე ვთქვათ, სასროლი ხსნარი. ეს ძალიან მაგარი რამეა. ჩავტვირთოთ დენთი, ეს შფოთა გვაძლევს ამას როგორც ყველა მიცით უკვე. აი სიჩქარე 8 წუთი გახდა, მაგრამ შემცირდა და 20%-ით გვაჩქარებს. ეს დავასტობებ ახლა. ჩაიწერა ეს და გახდა სიჩქარე 6 წუთით, ეგ აქვს მინუსი. მოდი ახლა ამის გამოსტები არ გვინდა, გადავყრი. და შემდეგი ელექსი, მოდი ამას რო არ შემეშალოს, დავდებ ხოლმე. შემდეგი ელექსილია ძალა, რომელიც გჭირდება მეჭეჭა, ცეცხლას ფხვნილი ცეცხლას ჯოხისგან კეთდება. ჩავტვირთოთ ეს და ჩავტვირთოთ მეჭეჭა. დავასტობოთ ესეც. ესე ჩაიტვირთა და გახდა მოუქნელი ხსნარი და ჩავტვირთოთ ცეცხლას ფხვნილი. მოდი მე ესე ვიზავ ხოლმე, ანუ ძალიან რო არ გაიწელოს და რაღაც 500-ში რო არ გავაკეთო, მანამ ეს ჩაიტვირთება ხოლმე, ამასობაში ავიღებ ხოლმე დასტოპებულ წყლის ბოთლებს რა და შემდეგ ინგრედიენტს რა ძალიან აღარ გაწვალოთ და წამდაუწუმა შევიდე ხოლმე, ესე ჩაიტვირთოს ბარემ და გახდა ძალა 2. თუ გსურთ რომ ძალა გახდა, უბრალოდ და თუ გსურთ რომ ძალა 2 გახდეს, ანამე ნებისმიერ ამ ინგრედიენტს დავუმატებთ და გახდება ძალა 2 ან ძალა 8 წუთი და ასე შემდეგ. სენს გადავყავთ ავის რაღაც გადავაგდე და შემდეგი ელექსილია მოწამვლა. ესე ძალიან მაგარი ელექსილია, გავაკეთოთ მოდი. ბარემ ამას ვტვირთავ ახლა და ჩაიტვირთება ეს და ობობის თვალე უკვე ყველა მიცის როგორ უნდა მოიპოვოთ, ეს გეკეთდება ობობისგან, ობობას როდეს მოკლედ დაგიგდებთ. და ახლა გასწავლით მოდი ბარემ როგორ უნდა გავაკეთოთ გადამუშავებული ობობის თვალი. მოკლედ ერთ ხარისს უნდა დადოთ სოკო, წითელი სოკო არა, ჩოლბურ სოკო აქვს, მაგალითად დადგა სოკო, შუაში უნდა დადოთ ობობის თვალი და გვერდზე უნდა დავუდოთ ის რა ქვია, შაქრის ლერწამი, შაქარი უბრალოდ შაქრის ლერწამი კი არა, ეს შაქარი. და გამოვა გადამუშავებული ობობის თვალი. ჩავტვირთოთ ობობის თვალის და დაველოდოთ მოწამვლის ელექსილის გაკეთებას. ჩაიტვირთა ეს და გახდა მოწამვლა. სხვათა შორის მოწამვლა ესეც გადავაგდოთ. მოწამვლა 2 ძალიან მაგრა გეხმარებათ PvP-ში, როდესაც ვინმე შეცვლით. ანუ შედარებით დიდ ზიანს აყენებთ და გეხმარებათ ომში. შემდეგი ელექსილი გახლავთ სისუსტე, როგორც მოხდა კი სისუსტეა, ესეც აქ დავდოთ და სხვათა შორის ან აღარაფერი არა. გავაკეთოთ მოდი.
ესეც ჩავტვირთოთ მეჭეჭაც. ესე ჩაიტვირთა და დამუშავებული ობობის თვალით ჩავტვირთოთ. ჩაიტვირთა ეს თანავიდე ეს რაღაცები, მოკლედ სისუსტე გახდა და თუ გვინდა რა თქმა უნდა გავაძლიეროთ ესენი, უნდა დავამატოთ ეს ელექსილები. ესენიც გადავყაროთ სისუსტეს და გამოვამზადოთ შემდეგი ელექსილი. კარგად აიყარა. მოკლედ და ეხლა ვაკეთებ ძალიან მაგარი ელექსილებს. მოდი პირველს გაჩვენებთ. პირველს რა, ხო, პირველს გაჩვენებთ. მოდი როგორ გავაკეთოთ. ოპ. ეს ჩაიტვირთოთ. მოდი პირველი გავასწავლეთ თუ როგორ გავაკეთოთ ღამის ხვდა, ანუ კატის თვალები და მე უკვე ძალიან მაგარი ჩემთვის ყველა საყვარელი ელექსილს გაჩვენეთ. ნუ ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ყველაზე მაგარს უჩინრობას, რომელისთვის დაგჭირდება ეს ორი ინგრედიენტი, გადამოშული ობობის თვალი და ოქროს სტაფილო. ოქროს სტაფილო კეთდება ოქროს ნატეხებისგან და სტაფილოსგან. შემოვლაგებთ გაშემო ოქროს ნატეხებს და დავამატებთ ოქროს. ჩაიტვირთა ესეც და დავამატოთ ოქროს სტაფილო და შემდეგ უკვე გადამოშული ობობის თვალი. დაველოდოთ. გახდა ესეც კატის თვალები, მოდი აღარ ამოვიებ ამას და კატის თვალები გეხმარებთ რომ ღამე დაინახოთ ძალიან ბევრად კარგად, ეს ძალიან მაგარი რამეა. და ეხლა ბოლო დავამატოთ კატის თვალები, მოკლედ ოქროს სტაფილოს ჩატვირთავთ, გამოვა კატის თვალები და კატის თვალე თუ გინდა რომ უჩინრობა გამოვიდეს, კატის თვალების ელექსრი უნდა დაამატოთ გადამოშოვებული ობობის თვალი. დაველოდოთ ამასაც. იტვირთება ესეც და ჩაიტვირთა და გახდა უჩინრობა. სხვათა შორის ეს უჩინრობას ერთი მინუსი აქვს. ოდესაც დალევთ და ჩაიწმევთ, აი. გიჭირავთ რაიმე ნივთი ან ჩაიწმევთ რაიმეს. მოკლედ გიჩანთ ან ღუზარადი ან რაიმე, მოკლედ გამოშტება და მარტო ღუზარადი ირფის. კაი, ესეც ამოვიღო და უკვე გაჩვენეთ ესეც, მოკლედ ამას clear-ს ვუძავ, clear. და მოდი შემდეგი ელექსილი იქნება სიცოცხლის მომატება, თუ არა ხო, ეს სიცოცხლის მომატება მეჭეჭად დავამატოთ პარემ. და სიცოცხლის მომატება ძალიან მაგარი ელექსილია. ჩავტვირთოთ ესეც. ჩაიტვირთა მეჭეჭას, გახლა მოუხნელსნაირ და ეხლა ეს ტვირთება. მოკრობული საძამთრო ეს იცით როგორ გააკეთოთ, იგივე სტაფილოს ვარიანტია, გარშემო ოქროს ნატეხები და შუაში საზამთრო. და გახდა სიცოცხლის მომატება, ესე ძალიან მაგარია. სიცოცხლის მომატებას მარტო აქ, ანუ ეს, ანუ და დენთი და ეს, ანუ სიცოცხლის მომატება 2. შემდეგი ელექსირის გავაკეთოთ, ეს აქ ჩამოვიტანოთ და გახდა ეს გახლავთ, ბარემ ჩამოვიტანოთ ყველას. შემდეგი ელექსილი გახლავთ ყისიერი მკურნალობა. ესე ძალიან მაგარი რამეა. იგივე ამ მის მომჩია. ვაი, სვამერია. ისიც ჩავტვირთოთ. ესე ჩაიტვირთათ და ჩავტვირთოთ მტირალას წრემლი. მტირალას წრემლი მოიპოვება იქიდან, რომ მტირალა უნდა მოკრათ ნეზერის სამყაროში. დაველოდოთ. ესე ჩაიტვირთა და გახდა თვითმკურნალობა, ანუ ყისიერი მკურნალობა, რავი ზოგან ყისიერი მკურნალობა წერია. ეს გადავაგდოთ და გავაკეთოთ ახლა მოდი. სულ გადმოვიდა. გავაკეთოთ ახლა მოდი მაგმის კრემით კი რაკეთება, ხო, დაცვა ცეცხლისგან და ახტომა. დაველოდოთ ამასაც. ჩავტვირთ მეჭეჭას და გამოვიდა მოხელხსნარი და ახლა მაგმის კრემი იტვირთება. დაველოდოთ ამასაც. და გამოვიდა დაცვა ცეცხლისგან, ეს მაგარია ნიძერის სამყაროში გეხმარებათ. ძალიან მაგარი რამეა. და დაველოდოთ ამის ჩატვირთვას, მანამ ეს გადავაგდოთ. ნიძერის სამყაროში ვულკანია. ახლა დაველოდოთ ამასაც. ესე ჩაიტვირთა და ახლა დავამატოთ კურდღლის ფეხი. კურდღლის ფეხი მოიპოვება რომ მოკლათ კურდღელი. კურდღელი სამწუხაროდ მარტო 1-დან 8 ვერსიიდან ზევით არის, ამიტომ და 7 ვერსიაში ეს სხვანაირად კეთდება, ანუ მაღალი ახტომა. დაველოდოთ ამასაც და გამოვიდა უკეთესი ახტომა, უბრალოდ თუ გინდათ რომ უკეთესი ახტომა 2 გამოვიდეს, უნდა დავამატოთ რა თქმა უნდა ნათობის მტვერი და ანუ როდესაც ეს გაქვთ 1.9 ბლოკს ახტება და ახტომა 2 უკვე 2 ბლოკს ახტება ერთად. კარგით, აბა ნავით დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ჩემი ვიდეო და ლაიქეთ და გამოიწერეთ არხი, რათა არ გამოგჩეთ ახალი ვიდეოები. ნახვამდის და მე მგონი იმედია ანუ გასაგებად აგიხსენით ჩემი ელექსილები, რაც მე ვიცოდი გაგიზიართ აზრი. მოკლედ ნახვამდის. კარგად, დროებით.